ისეთი სუნი დგას, აი რომ მიბრძანდეთ, ახლა იგერ ვერ გაჩერდებით. ასე პატარა ბავშვები გყავს ხო? ხო ცოდვები ვართ ჩვენც. ბავშვები უფრო გარია. კი, აგერ ვიჯექით იმათ. და ჩამოინგრა უეცრად. კანალიზაცია გარეთ არის დაზიანებული მთავარი მილი და არ გადის და იქცევა პადვალში. ჩვენ მილები შევცვალეთ, აქ პლასმასები გვაქვს ისა გაკეთებული, მაგრამ გარეთ მხარეს არ გადის საერთოდ. 15 წელიწადია ზუსტად რაც დავდივართ. და საერთოდ მე ხო იცვლება მათ ხალხი შეიცვალენ, მერეც შეიცვალა და ყველა შეიცვალა, მერე სხვა დადგა, სხვასთანაც მივედით და საერთოდ არავინ არ გვაქცევს ყურადღებას. ნუ თუ იმისი არ ცხენიათ, მაინც აგერ რასაზე ცხოვრობთ. ჩაივლიან, ამოივლიან, ხედავენ ამ მდგომარეობაში არის ბინა და კაციშვილი ყურადღებას არ გვაქცევს. აი აქ მოერთებ. აი გადიხესა. აი აქედან წვალობთ წყალს ვავსებთ სახლში. ასე უშვები მეგობარო და ხანადის მესამე სართულამდე ხანადის მეხუთემდე. იმაზე არ არის კიდე წყალობა მეგრები. არ აქვს არადის წყალი და როცა აქვს ვავსებ და გვაქვს მეზობლებს კამათი რომ არამე აღარა მექნება, ნაპორი აღარ ექნება, მე ვერ მოვასწრებ, შენ რო გავასწრებ, მეც ხომ მინდა და ესე გვაქვს სულ კამათი. ეს როდემდე უნდა გაგზელდეს, რა იქნება რომ წყალი გაგვიკეთდეს ბინაში და აღარ ავიტანოთ ხელით და არ ვიწვალოთ ესე. ხო ცოდვები ვართ, ადამიანები არა ვარ. ეს რომელი საუკუნეა ეხლა? ამ დროში შეიძლება უწყლობა? ეს ყოველდღე გამორიცხული უნდა იყოს. ჩვენ ტელევიზორს ვუყურებ, სიგნალს ვიკითხულობ, ვესმის რომ წყალი ყველგან უნდა გაკეთდეს, მაგრამ ამ ბინაში არ არის ყურადღება. ამ კორპუსის წყალმომარაგება, კანალიზაცია გუშინ გაკეთდა და დღეს მივიყვანთ წყალს მოსახლეობას, რაც არ ქონია წლების განმავლობაში. არის პრობლემა ჩვენამდე მოვიდა ერთი კვირის უკან, დაიბევა რეგიონის ტექნიკური სამსახურის უფროს ერთი კვირის უკან და დღეს უკვე წყალს მივიყვანთ მოსახლეობას და წარსულში რა იყო მე არ ვიცი.